გაცხემოვნებული ღვიძლი ის მდგომარეობა, როდესაც შენს ღვიძლში ზედმეტი ცხიმი გროვდება. წარმოედგინე შენი სახლის კვამლის დეტექტორი მუდმივად რომ წვიდეს. მაგრამ იმის მაგივრად რომ კვამლის გამომწვევი მიზეზი იპოვო, მიდიხარ და დეტექტორის გამორთვას ცდილობ. უცნაური არა, ადრე ღვიძლის გაცხემოვნებას ალკოჰოლის ჭარბ მოხმარებას უკავშირებდნენ. მაგრამ დღეს სხვა მიზეზებზე უნდა ვისაუბროთ. სინამდვილეში ეს უკვე აღარ არის მხოლოდ ღვიძლის პრობლემა, რადგან ის მთელ ორგანიზმს აზიანებს. ჩათვალე, რომ ღვიძლი შენი ორგანიზმის ფილტრია. როდესაც ღვიძლი ცხიმით იტვირთვება, ამას შეიძლება გამოიწვიოს უამრავი დაავადებები. მაგალითად, მეორე ტიპის დიაბეტი, მაღალი წნევა და რა თქმა უნდა ჭარბი წონა და დიახ, ჭარბი წონა დაავადება. ხშირად გვეუბნებიან, რომ დიაბეტის, სიმსუქნე და მაღალი წნევა ზრდიან ამ პრობლემების რისკს. მაგრამ ეს ყველაფერი მხოლოდ ზედაპირს ეხება. ნამდვილი მიზეზი კი სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ზედმეტი ჭამაა. ანუ ძალიან ბევრი შაქარი, სახამებელი, მარტივი ნახშირწყლები, როგორც არის პური, მაკარონი, ორცხობილი ან თუნდაც სამრეწველო ზეთები. მაგალითად, მაღალ ფრუქტოზიანი სიმინდის სიროფი მკვეთრად აზიარებს ღვიძლს. რადგან ფრუქტოზას მხოლოდ ღვიძლი ამუშავებს. სიმპტომებიდან შეიძლება გაგინვითარდეს დაღლილობა, მარჯვენა ზედამუცლის არეში დისკომფორტი, ან თუნდაც კანის მსუბუქი გაყუთლება. მოკლედ ეს იყო ტრილოგიის პირველი ნაწილი, ამიტომ დავდო მეორე ნაწილი, სადაც დეტალურად დაგეხსნით, როგორ მოვაგვაროთ ეს ხანძარი.